ნინო დათაშვილი, მასწავლებელი, ქალი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა საქალაქო სასამართლოს მანდატური სამსახურების მხრიდან, თავად არის სრულიად უსაფუძვლოდ და აბსურდული ბრალი ციხეში გამოკეტილი. არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება და მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დამძიმებული იქნა სწორედ ციხის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოხდეს მისთვის აღკვეთი ღონისძიების ცვლილება და ის დაბრუნდეს სახლში, რომ შეძლოს ნორმალური პირობებში მკურნალობა. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გვაქვს მკვეთრად უარყოფითი დინამიკა, რაც განაპირობებს სწორედ შესაძლებელია, რამაც განაპირობოს მისი მძიმე ინვალიდიზაცია ადეკვატური სამედიცინო ჩარევის გარეშე. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ მას ესაჭიროება მძიმე ქირურგიული ჩარევა, რომელიც არის მაღალი რისკის მქონე, რასაც შემდგომში ესაჭიროება უკვე ძალიან კომპლექსური სარეაბილიტაციო პროცესი, რაც საპატიმრო დაწესებულებაში მიუღწეველი იქნება და შესაბამისად ნინოს სიცოცხლე დგება მაღალი რისკის წინაშე. ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის დაწესებულებებს, რომ იმოქმედონ მაღალი პროფესიონალიზმით, ჰუმანიზმით. მინდა მივმართო მასწავლებლებს, კოლეგებო, ნინო დათაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მაღალი რისკის ქვეშ. გარდა იმისა, რომ ის უკანონო და უსამართლო პატიმრობაშია, გისოსებს მიღმა იტანჯება მძიმე ტკივილებით. დიახ, მის სიცოცხლეს ჭირდება გადარჩენა. ახლა დროა მკაფიოდ ისმოდეს თითოეული თქვენგანის ხმა. მასწავლებლობა არ შემოიფარგლება არც საკლასო ოთახით, არც სკოლის შენობით და არც ერთი საგნის სწავლებით. მასწავლებლობა დგას ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა ჰუმანიზმი, სოლიდარობა, თანაგანცდა, მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ აქვს ნინოს ჩვენი იმედი.